გამარჯობათ. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ანარეკლი. როგორც ჩანს, საენერგოს გენერალურ დირექტორს ემზარ ჩაჩხიანს დაპირებების მიცემა უფრო შეუძლია ვიდრე ელექტროენერგიისა. 4 საათიანი გრაფიკი, რომელსაც იგი ხაშურელებს შეპირდა, მხოლოდ დაპირება დარჩა. თუმცა ისინი უკვე შეეჩვიმენ უშუქობას და არჩევენ განათების მამა-პაპუს საშუალებას დაარღვნენ ვიდრე დაპირებებს. რამდენიმე დღის წინ ხაშურის რაიონში საენერგოს გენერალური დირექტორის ემზარ ჩაჩხიანის ვიზიტს საკმაოდ კურიოზული შედეგი მოჰყვა. მისი წასვლის შემდეგ ხაშურელებს ელექტროენერგია თვალით არ უნახავთ. არადა ბატონი ემზარ ჩაჩხიანი მათ 4 საათიან გრაფიკს შეპირდა. მან მართლა რაიონის მოსახლეობას, რომ ელექტროენერგია მოგვეწოდებოდა გრაფიკით. დაახლოებით ასეთი პირობა არსებობდა. 4 საათიან გრაფიკს ვარაუდობდით. ამ 4 საათიდან 2 საათი უნდა ყოფილიყო საღამოს საათებში, 1 საათი დილით და 1 საათი დღის ნებისმიერ სხვა პერიოდში. მე მოგახსენებთ იმასაც, რომ სანამ ბატონი ემზარი აქ ჩამოვიდა 2 დღით ადრე ელექტროენერგია შესანიშნავად ჩაირთო, რომ წავიდა მის შემდეგ 2 დღე ელექტროენერგია იყო და ამის შემდეგ გაუარესდა მოწოდება. უშუქობას და თრუ დაპირებებს შერჩეულ ხაშურის მოსახლეობას არც საენერგოს გენერალური დირექტორის სტუმრობა გაჰკვირვებია და არც მისი წასვლის შემდეგ ელექტროენერგიის გაქრობა. ფეხბურთის მოყვარულმა ხაშურის რაიონის გამგებელმა კი აღშფოთება ვეღარ დამალა. აი გუში უნდა ვაღიარო ესეც და ძალიან ისეთი კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ გუში ძალზედ საინტერესო ფეხბურთის მატჩი იყო. ეს გადაცემა ღამის 12-ის ნახევარზე იწყებოდა გადაცემა. ყველა ხონე ვიხმარეთ იმისათვის დაუკავშირდით საენერგოს ხელმძღვანელობას. ვთხოვეთ, რომ აი 12-ის ნახევარზე თბილისი გარკვეულწილად იზღუდება, მეტროპოლიტენი აღარ მუშაობს და ეგებს საათნახევრით მოეცათ, რომ აი ტელემაყურებლები დაგვეკმაყოფილებინა. ვერაფერი ვერ გაგვიკეთეს და თამაშის დამთავრებას რომ 10 წუთი იყო და მაშინ ჩახდეს. საცინათ აღდება. ელექტროენერგიის უქონლობამ სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, რომელსაც მოსახლეობა უკვე კარგახანია შეეჩვია, ხაშურელების სასმელი წყლის გარეშე დატოვა. აი მაგალითად ხალხი აყროლდა. აი რომ ფიზიკურად ეხლა ვერ ირეცხავენ, ვერ იბარგენ. წარმოიდგინეთ რა ვითარებდა. ამ 9 სართულიან ბინაში და 5 სართულიან ბინაში რა. კიდე კერძო იმაში სადღაც ჭავისაც აქვს და რაღაცა შეიძლება. აი რთული ვითარება. მე იძულებული გავხდით ჩავედით ჩვენ საენერგოში, ვითხოვდით განათებისათვის კი არა ელექტროენერგიას. აი მხოლოდ 9 მეგავატი მოეცათ იმისათვის, რომ წყალსადენი გვემუშავებინა. რაც შეეხება თავად ხაშურელებს, ისინი ელექტროენერგიის ხსენებაზე მხოლოდ მწარედ იყიმებიან და წარსულ დროში ლაპარაკობენ. როცა უნდა ჩართავენ თვითონ და როცა უნდა გამორთავენ. ურბალი თუ ამ ქორწილი იქნება იღამეს არის და მეორე და მესამე დღეს ახლა მოვაშუქი, ახლა არ არის. დავღუნდებით, დავწევით, ბავშვებს ვეუბნებთ, ჩაწეკით, შუქი არ მოვა. საენერგოს ცნობილი დევიზი გადაიხადეთ და ელექტროენერგია გექნებათ ხაშურის რაიონის გამგებელმა არარეალურად მიიჩნია. დასაწყისში არა თვეების წინ ეს იყო ოქტომბერ-ნოემბერი, არა მე კატეგორიულად დავაყენე საენერგოს ხელმძღვანელობის წინაშე, რომ მე გადავიხდიდი ელექტროენერგიის ღირებულებას, მხოლოდ მათ მოეწოდებინათ. 2 თვე ოქტომბერი და ნოემბერი, მესამეც ფაქტიურად ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი შესანიშნავი ამოღება ჰქონდა. ნახტი ფული ამოვიღეთ თითოეულ ამ თვეში 25-26,000. საკმაოდ მაღალია ეს რესპუბლიკის მაჩვენებელთან შედარებით და მაინც გაუარესდა. ისე რომ ელექტროენერგიას გადავიხდით, არ გადავიხდით, ეთყობა რაღაცა სხვა რაღაცები ხდება. საენერგოში და ქართლის ფილიალი კი 1 აპრილიდან მოსახლეობას ელექტროენერგიის გრაფიკის დარეგულირებას გადახდის მიხედვით პირდება, თუმცა მალე 1 აპრილიც მოვა. საბიუჯეტო კრიზისი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, რატომღაც ხაშურელ პედაგოგებს არ შეეხო. ისინი ყოველთვიურად იღებენ კუთვნილ ხელფასებს. ეს ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტებს ვერსად გავექცევით. ხაშურში პედაგოგები კმაყოფილნი არიან. პედაგოგთა ხელფასების დავალიანება საკმაოდ ბევრ რაიონს აწუხებს. ამ მხრივ გამონაკლისი ხაშურის რაიონი აღმოჩნდა, რომლის პედაგოგებმა გასული წლის ხელფასები მთლიანად მიიღეს. გარდა ამისა, რაიონის გამგეობა მათ ხელფასის 30% დაუმატა. მართალია კანონის საჯარო სამსახურის შესახებ 1998 წელს დამტკიცდა, მაგრამ ითვალისწინებთ თუ არა იგი პედაგოგებისათვის ამ თანხის გაცემას დღემდე გაურკვეველია. გარდა ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ არ უნდა მივცეთ თანამატი.
იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ უნდა მივცეთ დანამატი. პარლამენტში არსებობს შესაბამისი კომისია განათლების, მეცნიერებისა და ესე შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ნოდარ ამაღლობელი. აი ეს კომისიაც ამბობს, რომ არ უნდა გავცეთ დანამატი. საბოლოო ჯამში გარკვეული არ არის. ყველაფრის მიუხედავად ხაშურელმა პედაგოგებმა ეს თანხაც მიიღეს და შიდა ქართლის რეგიონში, რომლის პედაგოგები დღემდე გასული წლის ხელფასებს მისდირიან, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ესე იგი, ხაშურის რაიონში მასწავლებლების ხელფასებით უზრუნველყოფის საკითხი საკმაოდ კარგადაა მოწესრიგებული. იმდენად რამდენადაც ჩვენთან ხაშურში გასული წლის ხელფასები მთლიანად გაცემულია და არა მარტო გასული წლის, თავის დროზე, რაც მთავარია. ყველაფერი ხდება თავის დროზე. არავითარი დაგვიანება. და აი წელს იანვრის თვე თავის დროზე გაიცა, რა თქმა უნდა, მასწავლებლებმა მიიღეს ეს ხელფასები და ახლა უკვე მუშაობენ, რომ თებერვლის თვე გაიცეს. აი თებერვლის თვესთან დაკავშირებით ოდნავი დაგვიანება ახლა მარტია, ბუნებრივია და აქამდე უნდა წესით გაცემული იყოს, მაგრამ აი რაღაც ბიუჯეტთან დაკავშირებით, ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ოდნავ შეგერხდა. საერთოდ შეგერხებებით ისმის არ არის. გააგრძელებს თუ არა ხაშურის რაიონის გამგეობა ამ თანხის გაცემას ჯერ კიდევ ცნობილი არ არის. თუმცა როგორც გაირკვა, ამის შესახებ გარკვეული დაპირებები არსებობს და ხაშურელ მასწავლებლებსაც ამის იმედი აქვთ. რომ გავესაუბრეთ რამდენიმე მასწავლებლები ძალიან დამაკმაყოფილებელი პასუხები გაგვცეს და იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდება და დაგვყიდნენ, რომ მოგვიმატებენ ხელფასის 30%-ს მაინც. ჩვენო ვიყავითო პარლამენტში და უთხარითო ამ დანამატზე. არც ის უთქვიათო, რომ გაეცითო, არც ის უთქვიათ, რომ არ გასცეთ, მაგრამ ამას ჩვენს კისერზე ვიღებთ, რომ დავეხმაროთ მასწავლებლებს განსაკუთრებით. ხაშურელ პედაგოგებს ხელფასების თავის დროზე მიღების იმედს ის ფაქტით უძლიერებს, რომ ხაშურის რაიონის გამგებელი ყოფილი განათლების განყოფილების გამგეა და პედაგოგთა ყველა პრობლემა მისთვის კარგადაა ცნობილი. იმისათვის, რომ პედაგოგებმა და საერთოდ ყველამ, ვინც ხელფას სახელმწიფო ხაზინიდან იღებს, თავის დროზე მიიღონ თავისი კუთვნილი გასამრჩევლო, სახელმწიფო ბიუჯეტში საკმარისი თანხები უნდა შევიდეს. გარკვეულწილად ამას ხელს შეუწყობს შიდა ქართლის რეგიონში კონტრაბანდული ტვირთის წინააღმდეგ მებრძოლი კომისიის წარმატებული მუშაობა. შაბათს ქალაქ გორის გამგეობაში შედგა კონტრაბანდული ტვირთის წინააღმდეგ მებრძოლი კომისიის სხდომა. სპეციალური განკარგულების საფუძველზე შიდა ქართლის რეგიონში სექტემბრის თვიდან დაიწყო საბაჟოს გვერდით ავლით შემოსული ტვირთების დაკავება და მათი საბაჟო რეჟიმში მოქცევა. კონტრაბანდული ტვირთის წინააღმდეგი მებრძოლი კომისიის უშუალო მოვალეობაა შიდა ქართლის რეგიონში შემოსული ყველანაირი ტვირთის გაკონტროლება, მაგრამ მათმა მუშაობამ მხოლოდ ბოლო თვეში მიაღწია შედეგს. კომისიის წევრები არიან გორის რაიონის გამგებელი, სამხარეო პროკურორი, გორის პროკურორი, შიდა ქართლის სამხარეო საბაჟოს უფროსი, კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამხარეო განყოფილების უფროსი, სამხარეო საგადასახადო პოლიციის უფროსი, გორის ტერმინალის უფროსი. კომისიის წევრები ყოველ შაბათს იკრიბებიან პრეზიდენტის რწმუნებულთან შიდა ქართლის რეგიონში ირაკლი ბოჭორიძესთან და განიხილავენ მთელი კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგებს. ამ ხნის მანძილზე, რაც ხდება რეგიონში შემოსული ტვირთების შემოწმება, საკმაო რაოდენობის კონტრაბანდული ტვირთი გამოვლინდა. დაახლოებით მთლიანობაში, რაც ეს ღონისძიებები არის გატარებული 406,000-მდე არის ლარი მთლიანობაში შემოსული. რა თქმა უნდა, თავიდან უფრო ბევრი სირთულეები იყო, სანამ მთლიანად ვერ მოვახერხეთ იმის აღკვეთა, რომ ყველა ტვირთი მოქცეულიყო ტერმინალში, რომელიც ცდილობდნენ გვერდის სწავლას საბაჟოსი. კონტრაბანდული ტვირთი ძირითადად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან შემოდის. როგორც კომისიაზე აღინიშნა, შემოვლითი გზებიდან მცირე ნაწილის გაკონტროლება არ ხერხდება. ამიტომაც ამ ბოლო კვირასაც გამოვლენილ იქნა კონტრაბანდული ტვირთი. დაახლოებით 200 ტონამდე ქვილი არის 5 დღის განმავლობაში. 53 ტონა დიზელის საწვავი, რა ვიცი, თვითონ ბენზინი და უამრავი სხვა პროდუქტები იყო ჩამოთვლილი, რომელიც აი 5 დღის განმავლობაში არის მარტო დაკავებული. დღესდღეობით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ზოგიერთი დაკავებულის მიმართ, მათ შორის არიან აღნიშნული სტრუქტურის თანამშრომლებიც, რომლებიც თავად უწყობდნენ ხელს კონტრაბანდული ტვირთის შემოტანას. ორი კონტრაბანდის საქმე არის დღესდღეობით აღძრული. მოგხსენებთ, კონტრაბანდა უშიშროების ქვემდებარე არის და უშიშროების სამინისტრო იწირებს მას.
დაკავებული არის რამოდენიმე პირი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებიც. და ეს საკმაოდ სერიოზულად მიდის რამოდენიმე საქმე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ინფორმაციაც ჩემთან არის წარმოდგენილი, პერსპექტიული არის და ალბათ ამ საქმებთან დაკავშირებით როგორც ორგანოს თანამშრომლები, ისე სხვა პასუხისმგებელი პირებიც აგებენ პასუხს. კონტრაბანდული ტვირთის წინააღმდეგ მებრძოლ კომისიაზე არაერთი საკითხი იქნა განხილული. საბოლოოდ კომისიამ თავისი მორიგი სხდომა დაასრულა. ქარელის იბერია თავის გულშემატკივრებს ამ ბოლო დროს ახალ-ახალი გამარჯვებები დახარებს. და იმედი იმისა, რომ მომავალ ჩემპიონატში იბერიელებს უმაღლეს ლიგაში ვიხილავთ, თანდათან რეალური ხდება. 22 მარტს ქარელის იბერიის სტადიონზე საქართველოს მეათე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მატჩი გაიმართა. ამ წრეში ქარელის იბერია საკუთარ მინორზე თბილისის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდს მასპინძლობდა. თამაშის მეორე ნახევარი განსაკუთრებით უხგოლიანი გამოდგა. შედეგი კი ასეთი იყო 5-1 იბერიის საზარგებლოდ. ქარელის საფეხბურთო გუნდი ერთ-ერთი რეალური კანდიდატია პირველ ლიგაში გადასვლისა. ამიტომ ყოველი თამაშის შედეგს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ყველა თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ ჩვენ ვბრძოლობთ ჩემპიონობისთვის და ყველა ქულა შედეგის ის არის რა, შედეგი ეს. თუმცა მეორე წრის დამთავრებამდე იბერიელებს კიდევ 11 მატჩის ჩატარება მოუწევდა. პირველ ლიგაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია, ცნობის მოყვარეობა უძლია და მოვლენებს წინ გაუსწარეთ. ამ შემადგენლობით ნამდვილად ვერ ითამაშებს უმაღლეს პირველ ლიგაში, მაგრამ დამატება დაჭირდება, ალბათ რამდენიმე კაცის დამატება დაგჭირდება. მანამდე ჯერ ბევრი დრო არა, შევხედოთ როგორ იქნება, მოვლენებს რო გაუსწრებთ წინ. ჩვენ ფიქრობთ და გვინდა რომ ქარეში რაღაც იყოს რა, მოხდეს ეს სასწაული რომ ქარელი ითამაშოს პირველ ლიგაში. ვცდილობთ ამას და რა ვიცი, როგორ გამოგვიო ნახავთ რა. და როგორ ფიქრობთ ეს სასწაულია პირველ ლიგაში გადასვლა? კი, რა თქმა უნდა, ახლა ქარელისთვის დღესდღეობით სასწაულია. მორიგ თამაშს იბერიელები 29 მარტს გამართავენ. მატჩი თბილისში შედგება და იბერიელებს სოხუმის ცხუნი უმასპინძლებს. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.